მოგესალმებით, ეს გადაცემა არჩევანია, არჩევნებამდე 14 დღით ადრე ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან და დავით მჟავანაძე, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალურ მოძრაობიდან. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მოგზანებისთვის. ბატონო არჩილ, თქვენ დავიწყებთ მართლგუნდს წარმოადგენთ, როგორი წინა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ოზურგეთში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენი მედია საშუალება ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქვეყანაში და ძალიან დროულად და ობიექტურად მაუწყებლობს. მე იმედს ვიქონიებ, რომ ეს გადაცემა დაეხმარება კიდევ უფრო მოსახლეობას ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს და მინდა დავიწყო იმ ყველაზე პოზიტიური შეფასებებით, რომელიც არის მთელი ქვეყნის ხალხის და ჩვენი ხელისუფლების დიდი მიღწევა. ეს არის ჩვენი მოკავშირეების ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ბატონი იანკელის შეფასება საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. მან ბრძანა, რომ არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ, თანმიმდევრულ და მშვიდ გარემოში და რა თქმა უნდა ეს არის დიდი მიღწევა. მეც ვეთანხმები შეფასებებს, რომელიც ასევე გააკეთა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ასევე ეს ორგანიზაციას დადებითად აფასებს მიმდინარე კამპანიას და ასევე მოგეხსენებათ, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მრავალი არჩევნები ნანახი საქართველოში და რა თქმა უნდა მათი შეფასება ჩვენთვის არის ნამდვილად პოზიტიური. რაც შეეხება თვითონ კამპანიის შინაარსობრივ შეფასებას, ჩემთვის ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა პრაქტიკულად გადაიღეს ჩვენგან მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკური განვითარება. დღეს ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს ეკონომიკაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ხალხს პირდებიან უკეთეს ეკონომიკას, მეტ ეკონომიკას, ყველგან ისმის სიტყვა ეკონომიკა და ეს არის თქვენი პროგრამა. ჩვენ პროგრამა წარვადგინეთ ყველაზე ადრე, ეს იყო პროგრამის საფუძველი იყო პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ზუსტად ეკონომიკით იწყება და შემდგომში რა თქმა უნდა უკვე დეტალურად გავაცანით მოსახლეობას წინა საარჩევნო პროგრამა და რისი თქმა მსურდა. მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ დღეს საუბარი და სალაპარაკო აღარ არის ადამიანის უფლებების დარღვევების, სალაპარაკო აღარ არის ტელევიზიებში შევარდნა და დარბევა, სალაპარაკო აღარ არის ადამიანების გატაცება აქციებიდან, სამსახურებიდან, პოლიტიკური ნიშნით დათხოვნა და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს არის მთელი ქვეყნის მიღწევა, რომ დღეს ყველა საუბრობს ეკონომიკაზე. ქვეყანა მზად არის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის. რაც შეეხება კითხვა უცებოთ უნდა კითხოთ. ყველა საუბრობს ასევე კრიმინალის ზრდაზე. თქვენი ყავით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ზუსტად გუშინ წინ ოზურგეთში, ლანჩხუთში, უბრალოდ წყალწმინდაზე, პოლიციის შენობის წინ მოხდა ავტოგასამართის სადგურის დაყაჩაღება, უნიღბო ადამიანებმა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაცია, მოახერხეს და გაიტანეს სეიფი. როდესაც საუბრობთ ამდენ წინსვლაზე, ეს მე ვერ დადასტურებთ ამ ცნობას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ წარმოვადგენ, მაგრამ სანამ წარმოვადგენდი მთელი გულწრფელობით მინდა გითხრათ, რომ პოლიციელები ამ 4 წლის განმავლობაში თავდადებით მუშაობდნენ, მათ არაერთი გმირული მაგალითი მისცეს საზოგადოებას და ბრძოლა კრიმინალთან იყო და არის დღესაც უკომპრომისო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ საქმეს, სადაც საზოგადოებრივი ინტერესი თუნდაც მაღალი იყო, ან თუნდაც არ იყო საზოგადოებრივი ინტერესი, შეგიძლიათ ეგეთი მაგალითებიც მითხრათ, რომელიც დარჩა გაუხსნელი, სადაც ჩვენ არ მივეცით პასუხისგებაში დამნაშავეები, ან უმეტეს შემთხვევაში საჯაროდ და სწრაფად არ გამოვიძიეთ ეს საქმეები. თუ შინაგან საქმეთა მინისტრის თქვენ გახსოვთ ასევე პოლიციის გვერდით, მინდა გითხრათ, რომ გატეხეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, წაიღეს 10 ლარი, ეს საქმე 10000 ლარი, ეს საქმე დღემდე გაუხსნელია. ეს საქმე ესე გაუხსნელად მიაჩნდათ მეორე გახმაურებული საქმე ჩოხატაურში, რომელიც ნახეთ, რომ დაახლოებით 6 თვის თავზე იმ ტექნოლოგიების და იმ გამოსილების გამოყენებით, რომელიც პოლიციას დღეს აქვს, გაიხსნა და პირები მიეცნენ პასუხისგებაში. ამიტომ ერთ დღეში ნუ ექნება ილუზია, რომ ან ევროპაში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა დანაშაული იხსნება ერთ დღეში. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიციელი გმირია და პოლიციელი არის დღეს მთელი საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოება
თქვათ თქვენთვის უსაფრთხოება ჩემთვის ან დავითისთვის პოლიცია დღეს არის ყველას სამსახურში და არაერთი ორი პრივილეგირებული ჯგუფის. რაც შეეხება კრიმინალს, კრიმინალი ხდება ყველა ქვეყანაში და პოლიციის ამოცანა არის ის, რომ კრიმინალს გამოუცხადოს ბრძოლა, გამოიძიოს დანაშაული და გახსნას დანაშაული. გახსნის მაჩვენებელი ჩვენ გავზარდეთ, ჩვენ მიზნობრივი დარტყმები მივიტანეთ ისეთ პრობლემებზე, როგორიც არის მაგალითად ოჯახში ძალადობა, როგორიც არის ნარკოტრაფიკი და სხვა არაერთი სფერო ტრაფიკინგი, მაგალითად, სადაც საქართველოს გაიუმჯობესა რეიტინგი წელს ნახეთ. ამიტომ პოლიციელების საქმიანობას მე დღეს როგორც უკვე კანდიდატი შევაფასებდი ძალიან დადებითად და ვიტყოდი, რომ პოლიციელები აკეთებენ თავის საქმეს სათანადოდ. გასაგებია ბატონო, თქვენ რაც იტყვით ეთანხმებით თუ არა ბატონო არჩილს, რომ საარჩევნო გარემო არის ძალიან კარგი, ეს განცხადება გააკეთა. პირველ რიგში მოგესალმებით, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ჩვენ უკვე ნახეთ თუ როგორი საარჩევნო კამპანიის ჩატარება შეუძლია ქართულ ოცნებას და ამის ნათელი მაგალითი არის კორცხელი, როდესაც იქ რა ზონდერ ჯგუფები ჩაიყვანეს და რამის სასაკლაო გახადეს, თუ ოზურგეთში ღიად არ ილაშქრებენ და არ გვესხმიან თავს, იმას არნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის, ჩართულია მთელი ვთქვათ, სახელმწიფო მანქანა იმისთვის, რომ ძალიან რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააშინონ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს უთხრა, რომ არ მისცეს სხვა ნაციონალურ მოძრაობას. მე კონკრეტული სახელები და გვარები დავასახელე იმ ადამიანების, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას, მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც ლაითურის გამგებლის წარმომადგენელმა პირადად დაემუქრა და კაბინეტიდან გამოაგდო ადამიანი, რომელსაც შვილიშვილისთვის ესაჭიროებოდა მედიკამენტებისთვის, ერთჯერადი დახმარებისთვის შუამდგომლობა და ის არ მისცა იმის გამო, რომ ის იყო ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერი და ასეთი ფაქტები არის ძალიან ბევრი. პირადად ილაკე ჭაყმაძემ შემომითვალა, რომ მე არ უნდა დავხვდე ბატონ ბიძინას ცუდად, იმიტომ რომ თუ მინდა რომ ჩემი წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობით ჩაიაროს, ან თუ არ მინდა რომ პრობლემების შემექმნას, ამიტომ არ უნდა მოუწყო საპროტესტო აქცია, თორემ ის მიიღებს სხვა ზონებს. ხო მოვაწყოთ საპროტესტო. რა თქმა უნდა, მოვაწყოთ საპროტესტო. პირადად ესაუბრებთ. არა, შემომითვალა ჩემი მეგობრის საშუალებით, რომ გავჩერებულიყავი და არ უნდა მომეწყო საპროტესტო აქცია. რა თქმა უნდა, მე მოვაწყო საპროტესტო აქცია, რადგან ილაკე ჭაყმაძის ხუშტურებზე ბოდიში, მაგრამ ვერ ვივლი და რაღაცა მის გადაწყვეტილებებს მე ჩემთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი გეგმა, მე მაქვს ჩემი კონკრეტული მართულება და ვერც ილაკე ჭაყმაძის მუქარა, ვერც იმ ადამიანების დაშინება, ვისაც ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ ნაციონალურ მოძრაობას მხარი არ დაუჭირონ. და სხვათა შორის იყო შემთხვევები, როდესაც უბნის ექიმები ეუბნებოდნენ, რომ თქვენ ხართ დავით მჟავანაძის მხარდაჭერი და თუ გინდა რომ სხვა დროს ჩვენთან არ გქონდეთ პრობლემა და მოხვალ და დაგეხმაროთ, ამისთვის ცოტა ჭუაზე უნდა მოხვიდეთ და ასეთი მუქარები არის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ფაქტები ძალიან ლაითურის შემთხვევაში ადამიანი არის, რომელიც ღიად საუბრობს ამაზე, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არის შეშინებული, ძალიან ბევრი ადამიანი სოფლის ექი რამდენიმე სოფლის ექიმთან არ დავასახლებ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი მხარდაჭერები შეშინებული არიან ხა? გასცდით საუბარს, დამშვიდეთ თუ შეიძლება ჩვენი მხარდამჭერები არ არიან შეშინებული, თუმცა ცდილობენ ამ ადამიანების დაშინებას. მე ყოველ ამ ფაქტთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს, მივაწოდე ინფორმაცია სახალხო დამცველს, სახელებით, გვარებით, სრული ინფორმაცია, მაგრამ ვინაიდან ადამიანებს, რომლებსაც აქვს სოციალური დახმარება და ეშინათ სოციალური დახმარების მოხსნა, ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ ღიად პოზიციის დაფიქსირება, ბუნებრივია ვითვალისწინებთ ამ ადამიანების ინტერესს და ვიცავთ მათ, ასე ვთქვათ, კონფიდენციალურ რა თქმა უნდა, ტელეეთერებში არ ვსაუბრობთ ამაზე, თუმცა ამაზე ვსაუბრობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით გვაქვს სისტემატური ურთიერთობა და ვაწვდით ინფორმაციას, ეს არის თქვენს მიერ ჩატარებული 7 გარემოში მიმდინარე არჩევნები. რაც შეეხება არჩევნებს, მეორე თემა პოლიცია, რა თქმა უნდა, პოლიცია ეს არის ჩვენი ღირსების საქმე, ალბათ გახსოვთ, როგორი პოლიცია ჩავიბარეთ
2003 წელს 4 როცა მოვედით ხელისუფლებაში, ფაქტიურად სისტემა იყო დანგრეული, არ არსებობდა პატივისცემა პოლიციელის მიმართ და ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით ძლიერი პოლიცია. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არიან გმირები. პოლიცია თქვენ შექმნით ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით. ეს ადამიანები არიან გმირები, ეს ადამიანები არიან გმირები, არიან ჩვენი ქვეყნისა დარაჯოზე, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, ყუშიტაშვილების დასაცინი და ყუშიტაშვილების დასამცირებელი გახდა პოლიცია. ეს არის თქვენი სახე, ქართული ოცნების სახე, თქვენი სახე ყუშიტაშვილი, რომელიც ამცირებს პოლიციელს, რომელიც იცავს ასრულებს თავის უფლებამოსილებას და მეორე პოლიცია აქციებს. ყუშიტაშვილი რა უფლებამოსილებას ასრულებს უკაცრავად? არა, პოლიციელი არა, ვერ გაიგეთ კარგად. პოლიციელი, რომელიც ასრულებს თავის უფლებამოსილებას, მოდის ყუშიტაშვილი და იმიტომ რომ ის არის გავლენიანი მაღალჩილოსანის ახლო მეგობარი, შეუძლია რომ ჯარიმები რა ქონდა მიღებული, ვინ დააჯარიმა უკაცრავად. აი ამიტომაც ეს იყო თქვენი პროვოკაციები. თქვენ გინდოდათ რომ ღირსება შეგელახათ პოლიციელებს. თქვენ უკეთებთ ამას ტირაჟირებას. ესია ფაქტები, ფაქტები მე შემიძლია მოვიყვანოთ თქვენ რას უშობოდით პოლიციელებს. ფაქტები მეორეა რეალობა და ის რომ პოლიცია აქციებს რაღაცა ეს ნარუშილოვკების თემა ალბათ გახსოვთ. თქვენი შექმნილია ეს ნარუშილოვკები. და მიცემული ქონდათ მეგობრებზე, საყვალებზე და ცოლებზე და ცოლის მეგობრებზე. 3000-ზე მეტი სალი ქონდათ დაბეჭდილი. თქვით, აბა ხელისუფლებაში ხართ, ახლა თქვენ ამაზე მე ჩვენ გავაუქმეთ, რა დაუნახეთ. აღარ გახსოვთ ალბათ თქვენ ეს ჩვენ გავაუქმეთ და თქვენ წაწელი იყენებთ მე ვაპარაკებ ნარუშილოვკებზე და ამაზეა დაგემართა სიცხვილია რა სიცხვილია ადამიანო სიცხვილე არის ისო თქვენ ბიოგრაფიებს ჩვენ გვაბრალით ეს არის თქვენი ბიოგრაფია ნარუშილოვკა ანუ ის რომ თქვენი შექმნილი ნარუშილოვკა დაბეჭდილია თქვენი დარიგებულია და თქვენ რა საკეთებთ ჩვენ გავაუქმებთ როდის გავაუქმეთ როცა მოვიდა დრო გავაუქმეთ როდის გავაუქმეთ როცა ადამიანები 2 წლის წინ გავაუქმეთ დიდი სკანდალის შემდეგ და თქვენ 9 წელი სკანდალის შემდეგ დარიგებული ხარ თქვენ პრივილეგიები ეს არის სიცრუე და ყველა თუ არის მომხახმა იცის ვისაც ქონდა ეს ვისაც ქონდა ხელისუფლებაში ხო პოლიცია ხო აბა ვის ქონდა ეს ხო დანაშაული ეს ხო დანაშაული იყო რომ არა უფლებამოსილ პირს ქონდეს ნარუშილოვკა ესე რომ თქვენ არიგებდით ამას თუ ჩვენ დროს ხდებოდა ძალიან დიდი ბოდიში რა ნარუშილოვკები თქვენი შექმნილი მეგობრები და ნათესავად ამას ისტორია იძახის ჩვენ ნარუშილოვკები ერთადერთი რაც გააკეთეთ პოლიციელებს ღირსება შეულახეთ გაგახსენებთ როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილი მიდიოდა ბიბლიოთეკაში მოსახლეობასთან შესახურად ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები თავში ურტყამდნენ პოლიციელებს ხელს და ამისთვის ერთი ადამიანი ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმარი არ დაგიჯდიათ სამაგიეროდ ერთი კვირის თავზე ადამიანმა მოქალაქემ დახია პუტინის პლაკატი შეაგინა პუტინს და ამისთვის დააჯარიმეთ 100 ლარი დღეს პოლიციელი დაუცველია დიახ ადამიანები რომლებიც ჩვენ დავუწევთ თქვენ ისეთი სისტემა შექმნით რომ არის დაუცველი შეგახსენებთ ადამიანებს რომელსაც პოლიციელებს რომელსაც ქუჩაში კლავდნენ რამდენიმე თვის უკან 2 თვის უკან ბათუმში შეგახსენებთ როდესაც პირდაპირ ესწრებს იმიტომ რომ პოლიციელი დღეს დაუცველად გნობს თავს სწორედ იმიტომ რომ ყუშიტაშვილები ყავთ სწორედ იმიტომ რომ ადამიანები ზემოდან უყურებენ ადამიანებს რომელიც დღე-დღე ეთენებენ აი ეს არის რეალური სახე და პოლიციელი თქვენ არ უნდა საუბრობდეთ და მით უმეტეს არ უნდა მესაუბრებოდეთ მე რადგან ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან დიდი წვლილი იმაში რომ პოლიცია ყოფილიყო ჩამოყალიბებული და პოლიციის სისტემა ყოფილიყო ისეთ ეს გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ნუ გერიდება არა ნუ ეს გერიდება ბატონო ეს ის კადრები რომელიც კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად იმ კადრებში კარგად ჩანს რომ მიტინგის დარბევისთვის ის პოლიცია თქვენ აცემინეთ ქალები ბავშვები პოლიციელები და ეხლა მე მელაპარაკებით არ მორალზე სისხლია უბრალოდ ამოიღეთ 12 აქცია გაქვს დარბეული პოლიციელების ხელი 26 მაისთან დაკავშირებით 26 მაისთან დაკავშირებითაც გაგცემთ პასუხს და არ გაურბივართ არც ქაშვეთის ეკლესიასთან დედაშვილთან როაუშვით პოლიციელებს დააცემინეთ ეგ იყო თქვენი დავალება ბუნებრივია სადაც კეთდება საქმე იქ ყოველთვის იქნება საქმე კეთდება ბავშვების დამასრულებთ ყოველთვის იქნება გადაცდომა მაგრამ ამ რა თქმა უნდა გადაცდომას ეძახით დედაშვილის და გაზით მოხდა ნუ დემაგოგო რა დემაგოგო წაიგიხეთ რას მელაპარაკებთ თქვენ საუბრობთ დარბევებზე და არის არ საუბრობთ იმაზე რომ აქ პოლიციელები კი არიან მარტო ხელკეტები მეორე მხარესაც იყო შეიარაღებული პირები რა შეიარაღებული ომბუდსმენი რაცაც შეიარაღებული ძალიან ბევრი კადრი არსებობს ძალიან ბევრი კადრი არსებობს მოვალ მაგრამ და თუ ასე გაღელვებთ თუ ასე გაღელვებთ თუ გაგცემთ პასუხს თუ ასე გაღელვებთ თუ ასე ომბუდსმენი შეიარაღებული იყო თუ ასე გაღელვებთ
სახალხო დამცველის ბედი, თუ ასე გაღლებოთ ათასობით ნაცემი ადამიანის ბედი, დღეს მე ამაზე ჭკუას კი არ უნდა მარიგებდეთ, საკუთარი ოჯახის წევრებისთვის უნდა გეთქვათ ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად პირადობის მოწმობის ნომრებს და ხელმოწერებს რო აგროვებდნენ. აი მაშინ უნდა გეფიქრეთ. ჩემი ოჯახის წევრები აგროვებდნენ და მაშინ გეფიქრეთ ამაზე 2012 წლის შემდეგ რო გაგახსენდათ. 2012 წლის შემდეგ რო გაგახსენდათ ადამიანის უფლებები. ჩვენ მე რომ აი თავის ჩვეულებრივი პროფესიონალი მატყუა და ჩემი ოჯახის უნებრივია როდესაც არ გავგან ვერ შევახავ ვერას აი ეგეთ ბატონდა მე საუბრობ იმაზე არსებობს უამრავი ადამიანი არსებობს ნუ თქვენ არ გქონთ ელემენტარული წესიანდებით ხო ელემენტარული წესიანდებით ესმის თქვენ გაღიზიანება გესმით თქვენ გესმით ის უნებრივია თალაკვაძის ოჯახის წევრები 2012 წლამდე აგროვებდა მოქალაქეების პირადობის ნომრებს და აკეთებდა ხელმოწერებს იმისთვის რომ ნაციონალური მოძრაობისთვის ასე ვთქვათ ბევრ ადამიანს მისცემდა ეს არ ვიცი ახლა ხო რამდენად კანონის დარღვევა ამაზე ბატონი არჩილი გვესაუბრება რაც შეეხება კი ეს ერთი მეორე რაც შეეხება 26 მაისს იყო ქვეყანა იდგა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე რუსული სპეცსამსახურები ქვეყანაში ამზადებდა გადატრიალებას და დამასრულებდა აუცილებელი იყო ზომები აუცილებელი ბავშვების თემა იყო აუცილებელი მაგრამ თუ რომელიმე პოლიციელმა ჩაიდინა დანაშაული ადამიანმა რომელმაც თუ ჩაიდინა დაუშვა და ამ ადამიანმა ჩაიდინა აღიარებ თუ ჩაიდინა რა თქმა უნდა იყო შესაძლებელსაც ადამიანმა გარკვეულმა ნაწილმა ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის მე მეორე შეკითხვა არა ეს თუ დამასრულ პასუხს აღიარებ თქვენი ხელისუფლების პერიოდში თუ შეიძლება დამშვიდით მაგრამ 4 წელია ხართ ხელისუფლებაში თქვენ ამაზე კი არ უნდა მიყვებოდეთ მე ისე რაღაც ოპოზიციის მანტია მოისხილ და მე საუბრობთ იმაზე რა იყო 9 წლის განმავლობაში ამაზე ზომები მიგიღოთ ადამიანები ციხეში ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი დააწინაურეთ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ისევ თქვენ სისტემაში მუშაობს და იმიტომ რომ სასურველი ჩვენებები მისცეს იმიტომ რომ გადმოყოლპირდნენ ის ადამიანები რომლებიც იმ კონკრეტულ მომენტში ჩადიოდა დანაშაულს რაც შეეხება დავასახელებ ერთ წუთით რაც შეეხება დანაშაულს რაც შეეხება გადაცნობას ბუნებრივია 9 წლის განმავლობაში იყო რაღაცა გადაცნობები იყო დანაშაულების თუმცა იყო ძალიან ბევრი შეთითხმილი საქმე და შეგახსენებთ 2 ოქტომბრამდე წინა ღამის ბარბარე რაფალიანცის საქმე როგორ ბინძურობდა რომელიც ჩვენ რომ უნდა დღემდე გამოუძიებელია იმიტომ რომ თქვენ დააბინძურებთ ასეთ სიბინძურებს აუცილებლად მაგრამ თავარი ის კი არ არის რომ ყველაზე მთავარი არის ის რომ ქართული ოცნება 4 წელია ხელისუფლებაში აღარ არის და იმაზე კი არ საუბრობს რომ მოსახლეობა მოაყოლოს იმაზე კი არ საუბრობს ყველა დაპირება რომელსაც გასცემენ ასე ვუხოთ არც ერთი არ შეასრულებს მაგალითად შემიძლია ვისაუბროთ დენის ტარიფზე ვისაუბროთ გაზის ტარიფზე 5 მილიონი თითო სოფელს 250 ლარი პენსია ეს რო არ შეასრულო ამაზე ვისაუბროთ იმაზე ვისაუბროთ ეს ხალხი მოატყუეს კარგით ეხლა დროა რაც შეეხება დამშვიდით რაც შეეხება პრობლემა ქართული ეს ადამიანი ჩართულია მომენტი ჩანაწერია ქართული ოცნების პრობლემა იცით რა არის უნდა ვისაუბროთ აზპოზე ეწოდეს უნდა ვისაუბროთ მომავალზე რას თავაზე ადამიანებს ამაზე უნდა ვისაუბროთ არა თქვი ერთხელ გავაკეთეთ მომავალზე უნდა ვისაუბროთ რაში აინტერესებს ადამიანს რომელიც გაღატაკდა ქვეყანა ქვეყანა ყოველ წელიწადს გადის 50000 ადამიანი ტოვებს ქვეყანას იმიტომ რომ ადამიანები შიმშილის ზღვარზე არის ამაზე ვისაუბროთ პოლიტიკას ვერ გახსნებით ეს გაგნოთ მაგის პირობას წარსულს პოლიტიკას ვერ აზრობთ რა 9 წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ადამიანურ წესებს თქვენ პოლიტიკას ჩაიგდეთ დანაშაული საქმე უნდა აღძრა უნდა აიჭირო უნდა დააკავო გულში კი უნდა ჩაიგდო და სახელმწიფო მანქანები კი უნდა დაუნიშნონ პოლიტიკას პროკურატურა თქვენ ხელშია პოლიცია თქვენ ხელშია სასამართლო თქვენ ხელშია და აქ არ უნდა მიყვებოდეთ ამას თქვენ იქ უნდა საუბრობდეთ ჩვენ ახლა რეკლამაზე გავალთ მოდი ვნახოთ რეკლამა და ეთერში რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით არჩილ თალაკვაძეს მოусმენთ რა სიტყვის იმ ბრალდებებზე რომელიც დავით მჟავანაძემ რამდენიმე წუთის წინ დააჭრა მე ვირჩევ საქართველოს, სადაც ჩემი ქვეყანა ბრუნდება ევროპაში და სწრაფი ნაბიჯით მიიწევს წინ 7 ცხოვრებისკენ. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. ჩვენ ისევე
კავშირში ვართ, არჩილ დაუბრუნდები იმ შეკითხვით, რომელიც სარეკლამო ჭრის წინ დავსვით, საკმაოდ ბევრი ბრალდება წამოგიყენათ ბატონმა დავითმა. ერთ-ერთი იყო, რომ თქვენი ოჯახის წევრები 2012 წლამდე აქტიურად იყვნენ ჩართული ნაციონალურ მოძრაობის აგიტაციისთვის და აგროვებდნენ პირადობის მოწმობებს, რასე იტყვით ამასთან დაკავშირებთ, ასევე იყო ბრალდებები ექიმებთან დაკავშირებთ, ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდება, იმედია შესაბამისი უწყებებით დაინტერესდებიან, მაგრამ მე მანამდე მაინტერესებს თქვენი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. ეს არ არის ბრალდებები, მოდი პირდაპირ გეტყვით, ეს არის გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის სუსტი ლიდერის მტკნარი ტყუილები, რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ჩემ ოჯახს იცნობს მთელი გურია და მეც კარგად ვიცნობ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ არასოდეს ეს არ გაუკეთებიათ, რაც შეეხება 8 ოქტომბრის არჩევნებს, დღეს კიდევ ერთხელ აქ დასტურდება, რომ ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ დამაჯერებლად და მოვიგებთ იმიტომ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც დაუმტკიცა საზოგადოებას, რომ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მართეთ ქვეყანა შიშის ტერორის რეპრესიების გარეშე, ჩვენ მართეთ დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ამ პრინციპების დაცვით, ჩვენ მოვახერხეთ ეფექტური სოციალური პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც გავაუმჯობესებთ აუცილებლად შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რომლის ნაწილიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომლის ნაწილიც არის დევნილების დახმარება ბევრად მეტი ვიდრე როდესმე მოხერხდა ამ ქვეყანაში, რომლის ნაწილიც არის სკოლებში მთელი რიგი მხარდამჭერი პროგრამები, სოლიდარობის ფონდი, რომლის ნაწილიც არის 56,000 სამუშაო ადგილი, ეკონომიკური განვითარება და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვახერხებთ კიდევ 200,000 სამუშაო ადგილის შექმნას, ჩვენ მოვიზიდეთ 33%-ით მეტი ინვესტიცია, ვიდრე წინა ხელისუფლებამ გააკეთა, დავაგეთ 2.5-ჯერ მეტი ავტობანი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ მოახერხა. 56%-ით გავზარდეთ მშენებლობის ტემპები ქვეყანაში, ვიდრე წინა ხელისუფლებამ მოახერხა და 2.6 მილიარდი მოვიზიდეთ ეკონომიკაში. აი ეს არის ჩვენი შედეგები, რატომაც ჩვენ გვჯერა რომ ხალხი დაგვიჭერს მხარს, ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ პროგრესს. ეხლა არის სწრაფი განვითარების დრო და მე ვპირდები მოსახლეობას, რომ პარტიები და ლიდერები, რომელმაც რამდენიმეჯერ მოატყუეს საზოგადოება, რომლებიც ესროდნენ გაზის ტყვიებს, რეზინის და პლასმასის ტყვიებს და თვალები დაუხსეს ადამიანებს აქციების დარბევით და დღეს რაღაც მითიურ სცენარებს ქმნიან, ეს პარტიები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და მეტიც ხალხი 8 ოქტომბერს მათ გასცემს საკადრის პასუხს და მე ვეთანხმები ერთ რამეში მედიას, რომ საჭიროა კიდევ უფრო მეტად დაინახოს ხალხმა, მეტად გაშუქდეს თუ რაოდენ უსუსური ადამიანები ცდილობენ დღეს ჩვენ ოპონენტებად წარმოაჩინონ თავი, მაგრამ ჩვენი კონკურენტები დღეს ბატონი დავით ჯავანაძე ნამდვილად არ არის ჩვენი კონკურენტი, ჩვენი კონკურენტი არის ძველი შენობები, რომელსაც ჩვენ შევცვლით აუცილებლად, ჩვენი კონკურენტი არის მიწის ფართობები, რომელსაც დავამუშავებთ კიდევ უფრო მეტად და ჩვენი კონკურენტი არის დარჩენილი სიღარიბე, რომელსაც აუცილებლად ჩვენ შევამცირებთ და დავეხმარებით მოსახლეობას, რომ ეს პრობლემა გადაჭრას. ჩვენ მოვახერხეთ ეროვნული პროგრამის შექმნა. როგორ არის ასახული? 542,56,000 სამუშაო ადგილი, ხალბატონო ნატო. 500 გეტყვით, სტატისტიკურად გეუბნები. დაუკვირდით, უყურეთ რა მარტივი სტატისტიკა. 2.2 მილიონი ადამიანი ყავს მოსარგებლე მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სამედიცინო სერვისები, რომელიც რო არ დაეფინანსებინა სახელმწიფოს, აუცილებლად გამოიწვევდა იმ ოჯახების კიდევ უფრო გაღატაკებას. ეს არის C-ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც 200,000 ადამიანი არის ინფიცირებული ქვეყანაში და ჩვენ დღეს მოვახერხეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხარდაჭერით, რომ $84,000 მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა მოქალაქისთვის. ეს არის ის, რაც იწვევდა სიღარიბეს. ჩვენ მოვახერხეთ დევნილების დაკმაყოფილება ბევრად უფრო მეტის ვიდრე ოდესმე საცხოვრისით. ეხლა ვაშენებთ კიდევ 26 12 სართულიანს და 16 სართულიან კორპუსი იმერეთსა და სამეგრელოში, სადაც კიდევ უფრო მეტის შესახლება მოხდება. აი ეს არის სიღარიბესთან ბრძოლა. ჩვენ დავიწყეთ ეროვნული პროგრამა. კონკრეტულ ციფრს გეუბნები. 542,000 ადამიანი ჩვენ ამოვიყვანეთ ზიღატაკიდან. რამდენი ადამიანი დასაქმდა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოზურგეთში? აი კონკრეტული ციფრი შეგიძლიათ გითხრათ? მე შემიძლია გითხრათ ციფრი, რომელიც არის საერთო ეროვნული მაჩვენებელი და რომელიც პროპორციულად ნაწილდება რეგიონებზე. ეს არ არის 56,000 სამუშაო ადგილი არ შექმნილა თბილისში, ეს მეტწილად შეიქმნა რეგიონებში და მათ შორის ოზურგეთშიც. თქვენ რა ეჭვ გეპარებათ, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც რეგიონში განხორციელდა, სამუშაო ადგილებს ქმნიდა, თუ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ საწარმოები რო გაიხსნა და გაიზარდა, თქვათ, თუნდაც ექსპორტის მაჩვენებელი ან პირდაპირ ინვესტიციების მაჩვენებელი,
ეს სამუშაო ადგილებს შექმნიდა. ეს არის ეს სტატისტიკა. ასევე მე მინდა გითხრათ, რომ აწარმოეს საქართველოში, რომელიც არის უპრეცედენტო წარმატებული პროგრამა უკვე და რომელიც ეროვნული წარმოების აღორძინებას უწყობს ხელს. მხოლოდ 9 მილიარდი გვაქვს ჩადებული ამ პროგრამაში და ამ პროგრამით არის 1000-ზე მეტი საწარმოს ინიციატივა დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნა. ტურიზმი რო ქონდა წინა ხელისუფლება საამაყოდ, ჩვენ მოვახერხეთ ტურიზმის მიღებული შემოსავლების გაზრდა 1 მილიარდი და 4.5 მილიარდი გვაქვს მოზიდული. როგორ არ გაკეთებულა ინფრასტრუქტურის რას მეუბნებით გორიაში გაკეთა გზები, აშენდა ახალი ბაღები, გაკეთდა გასწორხაზა ეს უწყობს ტურიზმს, ბაღი კურორტი ამითარებს ტურიზმს. თუ შეიძლება მაცარეთ ერთი წამით. ვიტყუებით ბატონო, ასევე თუ ვიტყუებით ციფრები, ამის შემდეგ ვისაუბროთ. ჩვენ ვისაუბროთ ბატონო, ფაქტები ვისაუბროთ. ერთი კონკრეტული კითხვა და მაინტერესებს კონკრეტული პასუხი. რა 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რა თქვენ მოხდით ხელისუფლებაში? რამდენი მეტრი გზა დააგეთ გომისთის მიმართულებით? იცით? ჩვენ დავაგეთ გომისთის მიმართულებით გზა. როდესაც საუბრობთ ტურიზმის გომისთან საერთოდ თუ გახსოვთ, მაინტერესებს რამდენი მეტრი გზა დააგეთ? გომისთან 1 მეტრი გზა, სადამდეც ჩვენ მივიყვანთ 1 მეტრი გზა არ დაგიგეთ. შეგიძლიათ რომ მაჩვენოთ გომისთან არის საერთოდ. მეორე კითხვა მაქვს, არ გაქვთ ამაზე პასუხი ვერ გაქვთ. მეორე კითხვა, მითხარით რამდენი მეტრით მოკლედ გააგრძელეთ იმ ბულვარის მშენებლობა, რომელიც 2012 წელს გააჩერეთ. ხო საუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე. როდესაც კონკრეტული კითხვა, ორი კითხვაზე ორი პასუხი და მესამე რა გააკეთეთ ბახმაროში ერთი ინფრასტრუქტურული რაღაცა არის სამი კითხვა ბახმაროში კონკრეტულად გეკითხა თქვენ უნდა აღიჩიოს ოზურგეთლებმა უნდა აღიჩიოს გურულებმა ამიტომ ისაუბრეთ იმ ადამიანების გასაგებად ამ ადამიანებმა რა ხეირი მიიღეს როდესაც მოხვედით ხელისუფლებაში ხეირი არა როდესაც მოხვედით ხელისუფლებაში რამდენი მეტრით გაგრძელდა ბულვარის მშენებლობა რამდენი მეტრით დაიგო ასფალტი გომისთის ბულვარი დამკონკრეტულიანად რომელ ბულვარზე მესაუბრებ? აი ურეკი რომელიც ჩვენ დავიწყეთ. დიახ. გითხრათ რამდენი მეტრით გაგრძელდა თქვენ საერთოდ როგორ საუბრობთ? ურეკში და ინვესტიციები არაიმდენი არასამჩადებელი რაც იყო აყოლზე და აყოლზე ისაუბრეთ. მესაუბრებით. მესაუბრებით. დებატებში არა მესაუბრებით რადგან ჩვენ რა უნდა გავაკეთებია ხა ტურიზმზე უხერხულია რომ ჩვენ რაღაცა კითხვებს გვისმენთ. სამი კითხვა დასვით მოდი ვერც ერთზე ვერ გამწევს პასუხი დავიდეთ. თუ რაღაცა მოახდინეს ლავირება. დამშვიდეთ. კონკრეტული მეტრი, რამდენი მეტრი ასფალტი დაიგო? დამშვიდეთ ეს ბატონი. კონკრეტული ასფალტის მეტრები თუ გაინტერესებთ, პირდაპირ გეუბნებით და გიმეორებთ. არ მოგწონთ ეს კონცეფცია როგორც ვთქვათ. ერთი წუთი დაასრულებ. გურიაში რა პროექტების განხორციელდა, თუნდაც ურეკი შეკვეთილში. თქვენ საერთოდ ვერასოდეს პრეტენზია ვერ გექნებათ ეგეთი პროექტისთვის. ეს არის რატო გინდა კითხვას თავი არ გქონდა რომ არ გეთქვას. გეუბნებით 2.5-ჯერ მეტი დავაგეთ ვიდრე თქვენ დააგეთ მეტი. ანუ ბულვარი ურეკის ბულვარი რომელიც თქვენ შეაჩერეთ 2.5-ით მეტი დაიგო ვიდრე იყო ჩვენამდე ხო? გზებს გეუბნებით ჩვენ. გზებს კი არა ტურიზმზე საუბრობდი. ურეკში აშენდა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ბლექსი არენა. შეკვეთილი ურეკი და ეს ემსახურება მთელ საქართველოს და რეგიონს. ამას მოაქვს მეტი ურეკში სადაც უნდა ყოფილიყო ბულვარი ურმულზე გადადგმული ტუალეტი ჩადგეს. აი ეს გააკეთეთ ტუალეტი სადაც ურმულზე გადადგმული ტუალეტა ურმულზე გადადგმული აი ეს გააკეთეთ. ვერც ურეკი განავითარეთ, ვერც ბახმარო განავითარეთ, ვერც ურეკში როდის იყავი. ვერც როდის ვიყავი და ძალიან ახლო პერიოდში რამდენი გზა არ არის დაგებული. ის უკან ვიყავი. გზა არ არის დაგებული. ყალი და კანალიზაციის პროექტი არ არის დაწყებული. რომელიც ჩვენ დავიწყეთ, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ამიმეორებთ ისტორიულად ერთი და სამი კითხვა დაგისვი და თქვენ რომ ანა არ გაქვს პასუხი? რა არ მაქვს გიყვები. გეუბნებით, ბაში გომის მიმართულებით რამდენი მეტრი ჩვენ დავიწყეთ, რამდენი მეტრი გზა დაიგო გომის მიმართულებით? ყური ურეკში. აი ეს არის. გომისთა კიდე ჩვენი რამდენი მეტრი? არა, სხვა რაღაცას მეუბნებით. საერთოდ გომისთის მისამართის არისოდით, ეს არის ჩვენი პროექტი. ეს დაიწყო გამგებელმა ეს პროექტი და ჩვენი ბრენდია გომისთა და გავიგე რომ არ გინდათ პასუხის გაცემა. ყავს ჩვენ ვაკეთებთ გომისთაში. ელექტროენერგიის ყავს ჩვენ ვაკეთებთ გომისთაში. ამიტომ თქვენ მისტერიულად იმეორებთ პასუხის გაცემა არ გინდათ პასუხი. რა არის კონკრეტული სამი კითხვა მაქვს? რამდენი მეტრი გზა დაიგო მე? შეკითხვებზე უნდა მოისმინოთ პასუხები.
ელემენტარული კულტურაა, ხო? გოგზა აქ არის წყალი. ბახმაროზეც გადავიდეთ. ხო საინტერესოა ბახმაროში რა გააკეთა ხელისუფლება სამთავრობო კომისიის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას. ნახეთ, ჩვენ ბახმაროზე მე ვერ ვისაუბრებ. ბახმარო არის ლანჩხუთი ჩოხატაურის მაჟორიტარული ოლქი, ამიტომ ხელისუფლება ბატონი ნინო ისაუბრებს ამაზე. მოიცა ბატონო, ერთი წამით რა ჩვენ მე მესაუბრები 9 წლიან პერიოდში, როდესაც საერთოდ არ წარმოადგენენ ნაციონალურობას და თქვენ პასუხისმგებლობას თქვენ არ გეხება. მე მაქვს ინფორმაცია, მე გელაპარაკები ოზურგეძე. მთელი წელია რომ ჩვენ აშენებულ სასტუმროებს აპიარებთ და ვებებზე აზიარებთ, ამაზე რომელიც არაფერ აშენეთ, მითხარით ამაზე ისაუბრეთ. ბიზინა ივანიშვილის დაფინანსებული პროექტი ახლა გააკეთეს ახლა საკეთებს. რაზეც საკეთებს? ბლექსი არენა შენ დააფინანსე თუ შენ მოვიხმარ. ფაქტია არის ერთი რაღაცა. ბლექსი არენა შენ დააფინანსე. ბიზნეს ინტერესია და რა ბიზნეს ინტერესი? სახელმწიფოს გადასა. ციცინათელა ვინ დააფინანსა გურიაში? რას მელაპარაკე? მოგება ვის რჩება იმ ციცინათელიდან? იცი და ივანიშვილმა ერთადერთი რის გამოც გადაუფორმა სახელმწიფოს, თუმცა ისევ თვითონ მის განკარგულებაში გადასახადებს არის და თავი და ლექსიზე გაყიდეთ ეს იმიტომ რომ გადასახადებია გურიაში რა გააკეთე? გადასახადებია ერთი პროექტი გახსენდება. ნაციონალური მოძრაობის რაღაცა დიახ, თეატრის რეაბილიტაცია 4 წელია ვინ თავი ნახავ, როცა გაკეთდა 4 წელია თქვენ კვირდებით ახალი თეატრი კონკრეტული თანხა იყო ჩადებული თეატრის ინფრასტრუქტურა და არანაირი თანხა არ იყო ჩადებული. ჩვენ დროს იყო ჩადებული და თქვენ კვირდებოთ 50 მილიონს. თქვენ დროს რაც იყო ჩადებული, როცა საუბრობთ რომ ჩვენ რა გავადებული ტერორი შიში რადგან გაყალბება თქვენ არ შეგიძლიათ არ შეგიძლიათ თქვენ მომავალზე კიდე პირდაპირ არ აინტერესებს სამუშაო ადგილი არავის არ აინტერესებს ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაძლიერება მედიკამენტების ნაწილში ეს არის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს, ეს არის ინფრასტრუქტურაში ჩადებული 3.5 მილიარდი, რომლის ინვესტირებასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს არის განათლების სისტემის რეფორმა და კერძოდ პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია დუალური პრინციპით. ეს არის მართლობის ოპტიმიზაცია და ნახეთ რომ ანგარიშვალდებულებით და ღიაობით საქართველოს ხელისუფლება არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში და ეს არის რა თქმა უნდა იმ მონაპოვარის დაცვა, რაც არის ჩვენი თავისუფლება, ეს არის ბიზნესის და საკუთრების თავისუფლება და ეს ბატონები რა სამუშაო ადგილებზე გვესაუბრებიან, როდესაც ადამიანებს არ თმევდნენ და აჩუქებინებდნენ ბიზნესს. არჩევლება მორალური ამაზე საუბრობთ ერთადერთი მიზეზის გამარტოვის და არ პოლიტიკური მომავალზე. იყვნენ არ გინდა აღიარება იმენის შესწავლით და ამიტომ საუბრობთ. უშუალოდ დაამშვიდით. მომავალზე უნდა საუბრობდეთ. ადამიანები მოატყუეთ ამაზე უნდა საუბრობთ. აი როგორ როდესაც 50 ლარი შემოვაკესია და არ შეასრულეთ აგას თქვენ პირდებით რომ იქნება 50 ლარი გადასია და გაუზორი გიტყველია. დიახ, გავხავს ასე რომ პირდებით რომ 50 ლარი ფინანსატო გადარდონ. გავაუქმებ დიახ და სახელმწიფო აპარატში გასწავლების ხარჯზე და გასწავლების არ ვიყური. როდესაც თავისუფლებაზე საუბრობთ, შეგახსენებთ რომ თქვენ გადაწყვეტილი პროგრამა და არის ეს როგორ გააკეთა. ეს არის საერთოდ არ ხონდა პროგრამა ერთი კვირის უკან გამოამზადებდა საერთოდ გადაგეტა და როდესაც თავისუფლებაზე საუბრობთ, შეგახსენებთ რომ ძალიან და რომელმაც იერიში მიიტანეთ რუსთავში. იერიში თქვენ მიხარეთ იმედი პოლიტიკური ძალა დაიჭერეთ თავისუფალი ჟურნალისტები და ჩასვას ლაპარაკებით. ომახაზე თქვენ ჩასვას ეტაპოსიტაზე ვინ გაათავისუფლა? თქვენ ჩასვას ვინ გაათავისუფლა? თქვენ დახურეთ ტელევიზიები და თქვენ აკონტროლებთ ნიკა გვარამიას ვინ ემუქრებოდა? რატომ რატომ ბატონებო ძალიან ხო დაახიზნა ქვეყნიდან ნიკა გვარამიას თავისუფლებას ამაზე მე ვირჩევ საქართველოს, სადაც არა მარტო ვინარჩუნებთ, არამედ ვავითარებთ. მე ვირჩევ საქართველოს, სადაც მოპოვებული თავისუფლებით და სწრაფი განვითარებით ჩვენ მივახცევთ კეთილდღეობას. ქართული ოცნება. ჩვენ იძულებთ რეკლამაზე ვიყავით გასულიყო კანდიდატების აქტიური დებატების გამო მაყურებელი ბუნებრივია ვერაფერს ვერ გაიგებდა ბატონებო თქვენ გაქვთ ზუსტად 3 წუთი იმისთვის რომ მიმართოთ მაყურებელს ბატონ დავით მოდი თქვენ გადაწყვეტეთ რატომ უნდა მისცეს დავით მჟავანაძეს ხმა ოზურგეთელმა ამორჩეველმა
ძალიან კარგი კითხვაა. ზოგადად ამორჩეველი კონკრეტულ პიროვნებებს არ უნდა აძლევდეს ხმას, უნდა აძლევდეს ხმას იმ პროგრამას, იმ გეგმას, რასაც თავაზობს პოლიტიკური პარტიები ამორჩეველს. მთავარი არის ერთი რაღაცა, რაშიც ყველანი ვთანხმდებით, ქვეყანას ჭირდება ცვლილება, ჭირდება პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია საქმის კეთება, ჭირდება ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ამ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა. ნაციონალური მოძრაობა არის ძალა, რომელმაც წარსულში დაგვანახა და დაანახა ყველას, რომ ეს არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია რომ საქმე გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაშინ როცა ვიყავით ხელისუფლებაში, ეს არ არის საკმარისი, დღეს გავართ ახალი გამოწვევების წინაშე და ზუსტად ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, ვინც ქვეყანას გამოიყვანს ამ ძიმე კრიზისის მდგომარეობიდან, რაც ყველაზე მთავარია. ამორჩეველს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება არა იმაზე, ვის ლამაზი დაპირება, როგორ ლამაზად შეფუთავს თავის დაპირებას, ვინ შეასრულებს და რომელი პოლიტიკური პარტია არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა. ნაციონალური მოძრაობა თავის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ, შევასრულებთ ყველა იმ დაპირებას, რომელსაც ვყიდებით ამორჩეველს, მათ შორის გურიისთვის და ოზურგეთის სასიცოცხლო მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ, ეს იქნება მერიის აეროპორტი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ მერიის აეროპორტი, ეს იქნება სატრანსპორტო, საჰაერო, სარკინიგზო ლოჯისტიკის ცენტრები და ამ პროექტის განხორციელებით ოზურგეთში შეიქმნება დიდი სავაჭრო ცენტრი, რაც ოზურგეთს მოუტანს დამატებით მილიონს და ზოგადად ოზურგეთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არის ოზურგეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, ასევე გავაგზავნებთ ტურიზმის მიმართულებით იმ დაწყებული საქმეების გაგრძელებას და გარდა ასე ვთქვათ, იმ ტრადიციული ტურიზმის მიმართულებებისა, როგორც არის სამთო და ასე ვთქვათ, საზღვაო ტურიზმი, ჩვენ დავნერგავთ ისეთ ასე ვთქვათ, ახალ მიმართულებებს, როგორც არის ბიორდ ვოჩინგი, ვაილდ ვოჩინგი, ფოლკ ტური, ეს არის გურიისთვის სპეციფიკურად დამახასიათებელი და მთავარი ჩვენი მესიჯები, ჩვენ უნდა მოგცეს ხმა იმისთვის, რომ პირველ რიგში უნდა შეადაროს ქართული ოცნების დაპირება ამორჩეველმა და ნაციონალური მოძრაობის, რომელი პოლიტიკური პარტია არის პასუხისმგებლიანი და ვინ რას პირდება. ჩვენ პირდებით, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვართ, დიახ 50 ლარით გავზრდით პენსიას. დიახ, მასწავლებელის ხელფასი იქნება 650 ლარიდან. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ გავაუქმებთ სუს და ფინანსურ პოლიციას და შემოვიღებთ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, შევამცირებთ ეკონომიკურ გადასახადებს. შემთხვევაში იქნება ძალიან დიდი მადლობა, დავასრულებ მაშინ. კარგი, დიდი მადლობა. ამიტომ მე თქვენ დაგიტოვებთ ჩვენ პროგრამას, რადგან ერთ წინადადებაში ამას ვერ დავასრულებ, ერთს თქვენ გადმოგცემ, ასევე არჩილისთვისაც საინტერესო იქნება შეადაროს პერიოდი, გამოცა, ასე ვთქვათ, ამ ბუკლეტების როდის წარმოადგენს საერთოდ თვითონ და 3 წუთი მიმართეთ ამორჩეველს, რატომ უნდა მისცენ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. დიახ, დიდი მადლობა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიყვანოთ ქვეყანა კეთილდღეობამდე, უზრუნველყოთ სწრაფი განვითარება, ამისთვის შევქმნით უკვე ყველანაირი საფუძველი და 9 ოქტომბრიდან გამარჯვების შემდეგ შეუდგებით უკვე სწრაფი ტემპებით საქმის კეთებას, ამაში ვერ შეგვიშლის ხელს ვერც ერთი ჩვენი ოპონენტი. ჩვენ შევქმნით 200,000 ახალ სამუშაო ადგილს, ჩვენ გავაკეთებთ განათლების სისტემის რეფორმას და მოვიყვანთ მას თანხმდრაში თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებთან. ჩვენ განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, ეს არ არის მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანი, რომელიც მალე დასრულდება, ეს არის სხვა ავტობანები, სადაც 3.5 მილიარდის ჩადებას ვაპირებთ. ჩვენ გავაუმჯობესებთ სოციალური დაცვის პაკეტებს, ასევე გავაძლიერებთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას მედიკამენტების ნაწილში, კერძოდ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ იმ რეფორმებს და იმ ურთიერთობებს, რომელიც დაწყებული გვაქვს და სწრაფი ტემპებით წავიყვანეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ეს არის ევროატლანტიკური ურთიერთობები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ვიზა ლიბერალიზაცია. ჩვენ გავაგრძელებთ სოფლის მხარდაჭერას ძალიან სერიოზულად, მათ შორის აწარმოეს საქართველოს ფარგლებში, ასევე სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებში, ასევე შეღავათიანი სესხები სოფლის მეურნეობას და მიზნობრივი საგრანტო დახმარებები, რომ მეტი მეწარმეობა და მეტი საწარმო ამუშავდეს სოფელში, გლეხებმა მიიღონ ნეტი დოლარი თავის ოჯახებში. ჩვენ გვყავს თანამედროვე გუნდი, განახლებული გუნდი, რომელიც არ არიან პოლიტიკანები, ეს არის ტექნოკრატი ადამიანები, კარგი განათლებით საქართველოსა და საზღვარგარეთ. ჩვენ გვყავს წესიერი, განათლებული, სწორი ხედვის მქონე ლიდერი, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელსაც აქვს ეკონომიკური განვითარების კარგი გეგმა და ხედვა და რაც შეეხება გურიას, მე გპირდებით, რომ გომის ფასთან ერთად ჩვენი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩვენ გავაკეთებთ სხვა ტურისტულ პროექტებსაც,
სოფლებში, სადაც არის ტურისტული პოტენციალი, ჩვენ შევამცირებთ გადასახადებს, გავზდით პენსიებს ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, სოციალურ დახმარებების სისტემას გავხდით უფრო სამართლიანს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარებების მოხსნა დანიშვნაზე გადმონაწილდეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე და სოფლის თემზე, ასევე ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს ოზურგეთში, სამეწარმეო ბიზნეს პროექტების დაფინანსებით, მათ შორის ტექნოპარკის ფილიალით, ახალგაზრდებს დავეხმარებით დასაქმებაში და რაც მთავარია, ამ ყველაფერს უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებების დაცვით და თავისუფლების დაცვით. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგზავნებისთვის. მე ორივე თქვენგანს წარმატებებს ვუსურვებ. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა არჩევანი და საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად 14 დღე და არ დაგავიწყდეთ, რომ არ იქნება მის წინსვლა თუ დაგეზარათ მისვლა მომავალ შეხვედრამდე.